საუკუნეების შემდეგ სოფელ ჭერემში ღვთისმშობლის სახელობის უძველეს ტაძრის კედლებში წირვა აღევლინა. მამოაჟა სონღულაშვილმა გურჯაანისა და ველისიხის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით ისტორია გააცოცხლა და ნანგრევებად ქცეულ ტაძარში ღვთისმსახურება ჩაატარა. ისტორიული ცნობებით ამ ეკლესიაში ზეციური მსახურება ბოლოს რამდენიმე ასეული წლის წინ აღევლინა. უფლის მადლით და შემწეობით და მეუფე ექვთიმესგან ჩვენ გამოვითხოვეთ ლოცვა-კურთხევა და სოფელ ჭერემში უძველეს ტაძარში ღვთისმშობლის ცენტრში არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ძალიან დაზარალებულია, დაზიანებულია. ფაქტიურად ჭერი არ აქვს, მაგრამ საკურთხეველს აქვს ჭერი შენარჩუნებული. გადახსნილი აქვს ერთი მხარე კედელი საერთოდ და ჩვენ იქ მეუფე ექვთიმესგან ავიღეთ კურთხევა, რომ შესაბასრულეთ ზეციური მსახურება დედამიწაზე, ანუ წირვა, მსახურება შევასრულეთ. და ჩვენი მრევლი ვფიქრობ, რომ ამით უფრო მეტად ვიზრდები და რა მნიშვნელობა აქვს ესეთ ძველ ტაძრებში მსახურების შესრულებას. საოცარი მადლი იგრძნობა და მეთანხმება ყველა ის მრევლი, მონაწილე, ვინც იქ ადგილობრივი სოფლის მკვიდრით თუ ჩვენი აქედან წასული მრევლი, რამხელა დიდი მადლი იგრძნობა უძველეს ტაძარში, როდესაც ჩვენ აღასრულებთ წირვას, როდესაც საუკუნების მანძილზე ღვთისადიდებელი სიტყვა არ თქმულა, ხავსია მოკიდებული კედლებზე და ჩამოგრევის პირას არის და მე ვფიქრობ, რომ აი პირველი მზრუნველობა ეს არის წირვა-ლოცვა, პირველი მზრუნველობა ეს არის ჩვენიდან მსახურების შესრულება და შემდეგ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და ჩვენ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვეცეს სიბრძნე, გონიერება და ძალა, რომ ჩვენ ეს ტაძარი და ბევრი ტაძარი საქართველოში უძველესი ტაძრები, რომელიც დანგრევის პირას არის, რომ აღდგეს და ამაღლდეს სათანადო სიმაღლეზე დადგეს და იქ აღსრულდებოდეს ღვთისმსახურება ადამიანის სულების საცხონებლად. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის, საოცარი წუთებისთვის, მადლობა მეუფე ექვთიმეს მისი ლოცვა-კურთხევისთვის, რომ ჩვენ იქ შევასრულეთ საღვთისმსახურო მსახურება, წირვა და ღვთის მადლი და წყალობა გამოვითხოვეთ უფლისაგან.